თავისუფალ თეატრში ხარ და რუსთაველის თეატრში ხარ. ერთიანობაში 1000 ლარს ხდება შემოსავალი? იცი როგორ არის? ხანდახან ხდება, ხანდახან არა, ხანდახან ნაკლებიც არის. იმიტომ თავისუფალ თეატრს ბიუჯეტი როგორც ასეთი არ აქვს, დაფინანსება არ აქვს, ეს ბილეთის შემოსავლიდან არის. ხანდახან ყოფილა რომ 20 ლარიც მიღია სპექტაკლში. სტუდენტობის დროს თუ არა, დიდობის დროს. ხო, ეს დამთავრებულა სპექტაკლი და 20 ლარი ამიღია და წამოსვლა ორ სახში. წყენია ეს მომენტი. გულის სიღრმეში. ხო, რა თქმა უნდა. წყენია რა, უბრალოდ გული წყდება იმაზე, რომ ამდენს მუშაობ ჯერ რეპეტიციებზე, მერე სპექტაკლში ხარჯები და 20 ლარია. აპლოდისმენტების გარდა. 20, 10-იც ყოფილა, 15-იც. პირველი ჰონორარი რამდენი იყო? სულ პირველი ალბათ სადღაც 5 ლარამდე რა. რა სპექტაკლი იყო? ხორავას თეატრში მაშინ ვითამაშეთ, სანამ თეატრში მოხდებოდა თავისუფალში, იქ ვიყავით რაღაცა პერიოდი და ესეთი და 5 ლარი გადაგიხარჯა. კი, 5 ლარი გადაგიხარჯა. რაში დაიხარჯა? რო გამოვედი, დაიხარჯა. თეატრს გამოვცდი და დაიხარჯა. თავისით გაქრა ის. და მცირე ანაზღაურების გამო, რაც მსახიობს აქვს სამწუხაროდ საქართველოში. სხვა საქმის შეთავსება გიცდია? თოვლის ბაბუა ვიყავი. თოვლის ბაბუა? ახალ წელს თოვლის ბაბუის ამბავში იყო სახში. ანიმატორის ამბავი? ხო, ბავშვებს ვახარებდი, ვითომ თოვლის ბაბუა ვიყავ, მაშინ თანხას ვიღებდით. ოღონდ ეს მარტო 31-ში ხდებოდა. ახალი წლის ღამეს? ხო, ახალი წლის ღამეს. რამდენ განასწრებდი ხოლმე მისვლას? სახში ვერ ხვდებოდი ახალ წელს, გვიან მიდიოდი გამთენისას. და აი რამდენი იყო ხოლმე 1 იანვარს თანხა რამდენი ქონდა ხელში? 300-400 ლარი. და ყველაზე დიდი ჰონორარი ქართველი მსახიობისთვის რამდენია? ვერ გეტყვი, გააჩნია რა აქ სამუშაო. იყო ერთი ამბავი, როცა ცხენები გვჭირდებოდა ფილმში და მსახიობებს აძლევდნენ 50 ლარს, ცხენს 100 დოლარს. ხო და როგორ ხდება მეთქი ეს ამბავი თქო ეს რატო ხდება თქო ეს იცი რა არის მსახიობები ბევრნი არიანო და თუ ახლა ის უარ სიტყვისო ხარათო გაუშვებთო და ცხენები ცოტანი არიანო და ცხენები რო არ ყოდეს რა გავაკეთოთ? საწყენია? ხო რა სიტყვა ცხენი ცოტაა.